გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ნათია. ჩვენს რუბრიკას ქვია ამბები წმინდანებზე ბავშვებისთვის. დღეს ჩვენ გიამბობთ და გიჩვენებთ ერთი ძალიან საყვარელი წმინდა მამის, ნექტარიოს პენტაპოლელის ბავშვობაზე. ნექტარიოსი მრავალშვილიან და საკმაოდ შეჭირვებულ ოჯახში იყო გაზრდილი. მამამ შრომელი კაცი იყო, ყველგან მუშაობდა, სადაც სამსახურს ნახავდა. დედა მორწმუნე ბერძენი ქალბატონი გახლდათ. ბებია კი ნექტარიოსისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი. ყოველ საღამოს დედა და ბებია სანთლებს დაანთებდნენ ხოლმე ღვთისმშობლის ხატის წინ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეციენ და გვაცხოვნენ ჩვენ. თითოეული წევრი თავის სურვილს შესთხოვდა ღვთისმშობელს. შემდეგ კი ბებია დაამატებდა. დედოფალო, შეეწიე პატარა ნექტარიოს სახარებისა და ფსალმუნების დასაუფლებლად კითხვა რომ ისწავლოს. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. ერთ დღეს ბებია აიამ ნექტარიოს ცხოველს ყოფილი ჯვრის ნაწილი გადასცა და თან უთხრა. ჩემო ბიჭო, ეს ჯვარი რთულ ვითარებაში ყოველთვის დაგიცავს. 13 წლის იყო ნექტარიოსი, როდესაც კონსტანტინოპოლში სამუშაოდ გემით დააპირა წასვლა. მასთან გემის კაპიტანი მივიდა და ირონიულად ჰკითხა. საით გაგიწევია მამაცო ბიჭო? კონსტანტინოპოლში ბატონო. დიახ, მაგრამ მუქთახორები კონსტანტინოპოლში არ მიიღებიან. პატარა ნექტარიოსი დარცხვენილი და გულგატეხილი დადგა ნავსადგურის კუთხეში და გაჰყურებდა მეზღვაურებს, რომლებიც გემის ძრავის ამუშავებას აპირებდნენ. ღმერთო ჩემო, რამე შველება, ნუ თუ ამ სოფელში გაუნათლებელ პიროვნებად უნდა დავრჩე და სახარების წაკითხვა ვერ შევძლო. ნუ თუ ყველა ჩემი ოცნება ამ ნავსადგურში დაიმსხვრევა. ამ ფიქრებში დამწუხრებულმა ნექტარიოსმა უცებ შენიშნა, რომ გემი ადგილიდან ვერ იწვროდა. ძრავა უცნაურ ხმას გამოსცემდა, თითქოს ვერ ახერხებდა ამუშავებას. მეზღვაურები გარშემო ურბენდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რა აყოვნებდა გემს, მაგრამ უშედეგოდ. პატარა ნექტარიოსი კვლავ ახლოს მივიდა გემთან, რათა კაპიტნისთვის კიდევ ერთხელ ეთხოვა წაყვანა. არსებული სირთულით იმედგაცრუებულმა მას გემზე ასვლის უფლება დართო. პატარა ყმაწვილის გემზე ასვლიდან წუთიც არ იყო გასული, რომ ძრავა ამუშავდა. რასაკვირველია, გემზე ამ დროს სასწაულ მოქმედი სიწმინდე ბრძანდებოდა, ცხოველს ყოფილი ჯვრის ნაწილი, რომელსაც ნექტარიოსი ბებიის ნაჩუქარი ჯვრით ატარებდა. ცოტა ხნის შემდეგ ყმაწვილი დამწუხრდა, როდესაც დაინახა სამი ფორმიანი კაცი. ისინი სამგზავრო ბილეთებს ამოწმებდნენ. თქვენი ბილეთი? მე ღარიბი ვარ, ფული არ მაქვს. სახლიდან სამუშაოდ წამოვედი, რომ სკოლაში სწავლა შევძლო. ამ დროს პატარა ნექტარიოს ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და ბილეთიც გაუწოდა. ეს ახალგაზრდა კაცი ნექტარიოსთან ზუსტად საჭირო დროს მივიდა. მან ცოტა გვიან მის კარიერულ წინსვლაზეც იზრუნა. ის გახლდათ ქიოსის კუნძულზე მცხოვრები ცნობილი მილიონერი. გემით მგზავრობისას კიდევ ერთი სასწაული მოხდა. უეცრად ქარიშხალი ამოვარდა. ზღვა იმდენად აღელვდა, რომ იქ მყოფთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მას ამ დროს ბებიის სიტყვები გაახსენდა. ჩემო ბიჭო, თუ ზღვაში მოხვდები და შტორმის საშიშროება იქნება, ჯვარი წყალში ჩაუშვი. ზღვა მეხსეულად დამშვიდდება. ლოცვით ჩაუშვა ჯვარი წყალში. ჰეუფალო, მოიღეს სიკეთე ისე როგორც ამას საუკუნეები ყოფდი. მართლაც, ერთ-ორ წუთში ქარიშხალი გაჩერდა და ზღვაც დამშვიდდა. თუმცა, ყმაწვილი შეშფოთდა, როდესაც ქამარი ამოიღო და ხელში სიმსუბუქე იგრძნო. მისი ჯვარი ქამარზე აღარ იყო. დამწუხრებულმა ბევრი ეძება, თუმცა ვერ იპოვა. როდესაც ყმაწვილი გემიდან გადიოდა, მეზღვაურებმა შემოსძახეს. მოდი მეგობარო, შენი ჯვარი გამოგვართვი. კი, მაგრამ როგორ იპოვეთ? 2 საათის წინ სანამ პორტში შევიდოდით, უცნაური ხმა შემოგვესმა. ვერ გაგვეგო რა იყო. ბოლოს კაპიტანმა გემის შემოწმება დაგვავალა. და ჰოი, კორპუსზე თქვენი ჯვარი არ აკუნებდა. გულწრფელად რომ გითხრათ, რომ არ მოგვეცა შეგვეშინდებოდა. პატარა ნექტარიოსისთვის ამაღელვებელი იყო მშვენიერი კონსტანტინოპოლის ნახვა. წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის ხილვა, რომლის შესახებაც მას ბევრი რამე ჰქონდა გაგებული. თუმცა იგი დანაღვლიანდა, რადგან იქ მართლმადიდებლური სული უკვე გამქრალიყო. მან ჩუმად წაიმღერა დედის მიერ ნასწავლის სიმღერა. კონსტანტინოპოლი ერთ დღეს გამოიღვიძებს საღათას წილისგან. იმ დღეს, როდესაც ნექტარიოსი სამუშაოდ წავიდა თეოდორესთან, ის ქვეყნიდან წასული დახვდა. ყმაწვილი სამუშაოს მოსაძებნად ქუჩას დაუყვა. ყველა კარზე აკაკუნებდა, თუმცა მას შემდეგი სიტყვებით ისტუმრებდნენ. ჩვენ არ გიცნობთ, ვინ ხარ?
ერთხელ ერთმა ძუნძმა და უხეშმა კაცმა ის თამბაქოს გადამუშავების საწარმოში დაიქირავა. ნექტარიოს კოლოფებში თამბაქო უნდა ჩაელაგებინა. ამის შემდეგ ურიკებზე დაელაგებინა და საჭირო ადგილებში წაეღო. ეს არ იყო ზუსტად იმ სახის სამსახური, როგორცაც ის იმედოვნებდა, თუმცა უფალს მაინც მადლობდა, რომ მუშაობის დაწყება შეძლო. მისი ანაზღაურება მხოლოდ ოთახი და საკვები იყო, სხვა არაფერი. იმისთვის, რომ სიმტკიცე არ დაჰკარგვოდა, მამის სიტყვებს იხსენებდა. ყოველი დასაწყისი რთულია. წუხდა, რომ ლოცვისთვის მცირე დრო რჩებოდა. როდესაც ტაძარს ჩაუვლიდა, უცებ შევიდოდა, უფლის ჯვარც მას შეხედავდა და შეღადებდა. უძვირფასესო იესო, ჩემი უფროსი ხანდახან ცემს, მაგრამ ვენდობი და ვიღებ შენს ნებას და ამ ყოველივეს შენით ვითმე. გთხოვ, მუდამ მომეცი ძალა ამ განსაცდელი სატანის და ასევე გთხოვ, დედა არ გაიგოს ამ ამბის შესახებს, რადგან გული ეტკინება. ყმაწვილი ტაძართან ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ამ დროს მას დიდებული აზრი დაებადა. მას ჰქონდა რვეული, რომელშიც ბიბლიიდან ფრაზები ჩაეწერა. გადაწყვიტა, რომ ეს ფრაზები თამბაქოს შესაფუთ ქახალწზე გადაეწერა. ამით ის უფალზე მსახურების წყურვილს დაიკმაყოფილებდა. ჩაიჩურჩულებდა ხოლმე. რა ბედნიერებაა უფლის სიტყვის სამყაროში გავრცელება. ყმაწვილის ამ თავგანწირულ საქმეს მოჰყვა სასწაული. საწარმოს შემოსავლები გაუორმაგდა. სამწუხაროდ საწარმოს წარმატებამ სულაც არ იმოქმედა მის მფლობელზე. ის კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა, მაგრამ როგორც პიროვნება, კეთილი არ გამხდარა. ამასობაში დაზამთრდა. ნექტარიოსის სამოსი იქაური კლიმატისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა. ფეხსაცმელისა და წინდების უქონლობის გამო ფეხის თითები ეყინებოდა. ერთ ღამეს უფროსთან შესახვედრად გამბედაობა მოიკრიბა. რა ხდება? ბატონო, უკაცრავად შეწუხებისთვის, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე. ხედავთ, რომ სამოსი შემომაცვდა. მერე მიწერე შემშობლებს და სთხოვე ახალი გამოგიგზავნონ. კი, მაგრამ ისინი ღარიბები არიან. წადი, არცალია შენთვის. ცოტა ყურადღებით იყავი, თორემ სამსახურიდან გაგიშვებ. იმ ღამეს გულნატკენი დასაძინებლად თავის კუთხეს დაუბრუნდა. სიზმარში იხილა იესო. მან ჰკითხა, თუ რატომ ტიროდა გამუდმებით. ყმაწვილმა როცა გაიღვიძა, ქახალდი და ფანქარი მოძებნა და შეუდგა წერა. ჩემს ყველაზე ძვირფას იესოს. თქვენ მკითხეთ, თუ რატომ ტირი დაუსრულებლად. ჩემო უფალო, ამის მიზეზი არის ის, რომ სამოსი თითქმის ზედ შემომაცვდა და ფეხსაცმელების ძირებზე ნახრეტები იმდენად გაიზარდა, რომ თითები გარეთ მაქვს. ზამთრის სიცივისგან მეყინება. გასულ ღამეს დახმარებისთვის ჩემს უფროსთან წავედი, მაგრამ გამომაგდო. ძვირფასო იესო, უკვე რამდენი ხანია ვმუშაობ და საწყალი დედა ჩემისთვის ხურდების გაგზავნაც კი ვერ შევძელი. რა გავაკეთო ახლა? სამოსის გარეშე ამ სიცივეში როგორ გავძლო? გთხოვ, მაპატიე, ჩემი პრობლემებით შეგაწუხე. გადიდებ შენ და მწამს შენი. ყმაწვილმა წერილი კონვერტში მოათავსა და მისამართი ზედ მიუდითა. ზეცაში, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. დილა ადრიან ფოსტაში წავიდა. იქ ერთი კაცი შეხვდა. ყმაწვილო, ამ დილა ადრიან აქრას აკეთებ. წერილი უნდა გავაგზავნო, სხვა დრო არ მაქვს, მუშაობ. დამიტოვე, მე გავაგზავნი. მადლობა, ჩემო ბატონო, ინებეთ. ფოსტაში მისულმა ბატონმა წერილს დახედა. ეუცნაურა, როდესაც მისამართი ამოიკითხა. ეს კაცი მორწმუნე ქრისტიანი აღმოჩნდა. ის ამ ამბით შეძრწუნდა. პატარა ნექტარიოს ყუთით, სამოსი ფეხსაცმელები, თეთრეული და ფული კართან დაუტოვა. კონვერტს კი დააწერა. პატარა ნექტარიოს ქრისტესგან. ყმაწვილმა გაიხარა, მუხლებზე დაეცა და გულით მადლობა შესწირა უფალს. როდესაც უფროსმა იგი ახალ სამოში დაინახა, გაუკვირდა და ეჭვმა მოიცვა. ნექტარიოს საყელოში წვდაა და ცემა დაუწყო. ნექტარიოსი გასძახოდა. მე არ ვარ ქურდი, გთხოვთ მომისმინეთ. მაშ საიდან მოიტანე ესენი? იესო ქრისტემ გამომიგზავნა. მატყუარავ, შენ ქურდის მეტი არაფერი ხარ. იქვე მეზობელმა ჩაიარა. ხმა რომ შემოესმა, ნექტარიოსის საშველად შევარდა. იმედია მოგეწონათ რუბრიკა
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის არა მხოლოდ ბავშვობა, არამედ მთელი ცხოვრება სასწაულებითა და თავგადასავლებით სავსე გახლავთ. შესაბამისად, დრო და დრო ჩვენ მასზე უამრავ საინტერესო ამბავს კი ამბობთ. ნახვამდის.